6 წლის წინ 2020 წელს გავაკეთე ვაჟა-ფშაველას ანიმაცია ლექსზე ის კი არ არის ბიჭობა. აი საუბარი მოქვს ამ ანიმაციაზე. ის კი არ არის ბიჭობა, როს გამაგრებდნენ, ხმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავის თავად ახვალო. მაშინ ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა ის მიმდინარეობა, რასაც შემდგომში ანიმაციური პოეზია უწოდე. და ეს იყო ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები. მანამდე იყო სტუმარ მასპინძელი, სადაც პირველად გამოვაჩინე ვაჟა-ფშაველა და ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ მეთქი ვაჟა-ფშაველას სოლო ანიმაცია უნდა კონდეს და შევარჩიე ვაჟას ერთ-ერთი ლექსი, ის კი არ არის ბიჭობა. ამ ანიმაციაზე მუშაობის პროცესში ვერც კი წარმომედგინა რამხელა რეზონანსი მოყვებოდა და რამხელა გამოხმაურება და როგორ გადააჭარბებდა თავის გამოხმაურებით სტუმარ მასპინძელსაც, რომელიც მანამდე მქონდა დადებული. გახმოვანების გარდა გარემო ხმები, ტყის ხმები, ქარი, ფოთლების ხმა და ასე შემდეგ და მუსიკა. რაშიც დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, თორნიკე გელაშვილი და ლელა ნაყეული. ლელამ დაწერა მუსიკა და თორნიკემ გააკეთა გარემოს ხმები. გახმოვანება არის გოგი ხარაბაძის და გავაკეთე ამავე ხმაზე ანიმაცია. საბოლოო ჯამში, როცა შევკარი უკვე მთლიანი პროდუქტი და დავდე, მოხდა ის, რასაც არ ველოდი და რისთვისაც ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდი, რასაც ქვია აფეთქდა ეს ანიმაცია. ჯერ ხო YouTube-ზეც, დღემდე ემატება ნახვა, 1,400,000 ნახვა აქვს YouTube-ზე და Facebook-ზე, აი ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე ატვირთა და მახსოვს, რომ უცხოხილი იყო მაშინ ჩემთვის, რომ რას ქვია, ჩემი ანიმაცია ჩამოტვირთე და შენსაზე ტვირთავ, თან ავტორსაც არ უთითებ, მეთქი რა ხდება და აი ესე ვიყავი რამდენიმე თვიან, თითქმის 1 წლიან ომში, რასაც ქვია, რომ ესე ხალხს ვეუბნეოდი, რომ მეთქი ავტორს მაინც რატო არ უთითებთ, ანუ თუ ტვირთავთ საკუთარ გვერდზე და ასე შემდეგ. ნუ მაშინ ეგ ახალი ამბავი იყო ახლა ჩემთვის და მე მაგას მივეჩვიე და დღეს უკვე რეაქცია აღარ მაქვს. თუმცა მსგავსი ფაქტები დღეს უკვე შემცირდა. აი მაგალითად ბოლოდროინდელ ანიმაციებზე ვაჟას ბოლოდროინდელი ანიმაციები რაც დავდე და ტენეტის ანიმაციებზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ თუ მაინც და მაინც იზავთ მსგავს რაღაცას და საკუთარ გვერდზე ატვირთავთ ჩემს ანიმაციებს, აქვე მინდა გითხრათ, რომ ავტორი მაინც დაურთეთ და ტიტრებიც არ წაშალოთ თავში და ბოლოში. ხო.